ისარხი რადიო იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას გიხდით რომ ხართ ჩვენთან ერთად. ეს რადიო იმედია და დღის არხის ფორმატში ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომელიც გამოვლინდა და პირდაპირ ეთერში გვერდება გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელინა ბაქრაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ელინა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. მოდით კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ სააგენტო სპეციალისტებმა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოში შავი ზღვის აკვატორიაში 15 წერტილში აიღეს სინჯები და რა პროცესია ეს ავხსნათ და რა შედეგები რასაკვირველია გამოვლინდა მნიშვნელოვანია, სწორედ ამ კუთხით ვისაუბროთ. ბატონო, მოგახსენებთ, პირველ რიგში მოკლედ გეტყვით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო სისტემატურად ახორციელებს შავი ზღვის საქართველოს აკვატორიის მონიტორინგს, რაც როგორც მოგეხსენებათ უკიდურესად მნიშვნელოვანია ზოგადად ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის, საზოგადოებისთვის და ზოგადად მდგრადი განვითარების პოლიტიკის დასაგეგმადაც. როგორც მოგეხსენებათ, შავი ზღვა გახლავთ ნახევრად ჩაკეტილი აკვატორია, მას ამ მხრივ კიდევ უფრო მგრძნობიარეს, რაც ხდის მას უფრო მგრძნობიარეს შესაძლო ზემოქმედების მიმართ და რაც მათ შორის ეს ზეწოლა ზემოქმედება შეიძლება იყოს ტრანსსასაზღვროც, ანუ სხვა შავი ზღვის აუზის ქვეყნების მხრიდან შემოსული ზეწოლა. მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო თვეში ორჯერ ახორციელებს 12 წერტილში, ეს გეგმიურად რეგულარულად ვაფასებს წყლის ხარისხს და ეკოლოგიურ მდგომარეობას, ბიომრავალფეროვნების დინამიკას. და ეს ბუნებრივია გვეხმარება, რომ გამოვავლინოთ გარემოზე ზემოქმედების ტენდენცია. და ცვლილებები და ანთროპოგენული ზემოქმედების რაიმე სახის ტიპები თუ ასეთი არსებობს. ამავე კონტექსტში გარემოს ეროვნულ სააგენტომ განახორციელა სარფიდან ანაკლიამდე მონიტორინგი. უკვე ეს განხორციელდა პროგრამის, ასე ქვია, Next Black Sea Basin პროგრამ, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული Len4C. ეს არის ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად და 15 წერტილში აღებული იქნა სინჯები, რომელშიც ადგილზე განხორციელდა ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები, ანუ გემზევე განისაზღვრა ისეთი ქიმიური მაჩვენებლები, როგორც არის ტემპერატურა, გახსნილი ჟანგბადი, გამჭვირვალობა pH-ი, ხოლო ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზები დაახლოებით 60-მდე კომპონენტი ჩატარდება უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს ძალიან თანამედროვე ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის მქონე ლაბორატორიაში, რომელიც ასევე აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, გულისხმობ ქიმიურ ლაბორატორიას და შედეგები ძალიან მალე გახდება ცნობილი. ორი სიტყვით ასევე შევეხები თუ ამ პროექტის მიზანს, რომელიც ზოგადად ვიდრე მიზანზე ვისაუბრებთ, ქალბატონო ელინა, იმისთვის რომ აუდიტორიამ კარგად წარმოიდგინოს, თქვათ, რა პროცესის მომსწრეა და მომსმენი ახლა, მოდით იქნებ აგვიხსნათ, როგორ ხდება თავად ეს კვლევა, რა ტექნიკური მახასიათებლები, თქვენ გემი ახსენეთ, ანუ უშუალოდ გემი გადის კონკრეტულ მანძილზე, აი ვთქვათ, რაღაც სტანდარტი არსებობს ამ კუთხით, თქო, აი რომ აგვიხსნათ ეს პროცედურა როგორია დეტალურად. კი ბატონო. ესე იგი, კვლევები ტარდება ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის და წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები ამ მხრივ და ასე ვთქვათ, ყოველწლიურად უმჯობესდება შავი ზღვის სანაპიროს და გარემოს მონიტორინგის სისტემები ამ მიმართულებით. შესაბამისად, გეგმიური მონიტორინგი ტარდება სანაპირო ზოლზე, გადიან სპეციალისტები
და იქვე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით ეს არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბათომეტრები და სხვა ბადეები და ის მნიშვნელოვანი დანადგარები, რომელიც საჭიროა ასაღებად, სინჯების ასაღებად, როგორც ქიმიური, ასე ბიოლოგიური მიმართულებით, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროექტის ფარგლებში გასვლა მოხდა შუა ზღვაში, ანუ გემით. სადაც ატანილი იქნა ჩვენი სპეციალისტების მიერ ასევე სპეციალური აპარატურა მოწყობილებები, რათა აღებული ყოფილიყო სინჯები, ასევე სინჯებს აქვს სპეციფიკური კონტეინერები და დრო, ტრანსპორტირების დრო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად იქნეს ლაბორატორიაში გადატანილი. ამ 15 წერტილის, ასე ვთქვათ, გემზე გასვლა ხორციელდებოდა 3 დღის მანძილზე და სისტემატურად იგზავნებოდა ეს სინჯები ლაბორატორიაში. ზოგიერთი მათგანი ადგილზე კონსერვდება, ემატება ქიმიური დანამატი იმისთვის, რომ შენარჩუნებული იქნას ლაბორატორიამდე სინჯში, ასე ვთქვათ, ქიმია და შედეგები იყოს ძალიან ზუსტი. დიახ. და შესაბამისად უკვე ეს სინჯები ტრანსპორტირებულია ბუნებრივია ლაბორატორიაში და მიმდინარეობს ანალიზები. კაპიტან ელინა, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის კვლევის ჩატარება? რა ინფორმაციას ვიღებთ და ვაწვდით მას აუდიტორიას, მომხმარებელს, მათ რატომ უნდა იცოდნენ ეს ინფორმაცია, ამის მნიშვნელობასაც რომ გაუსვათ ხაზი? კი ბატონო, შავი ზღვის მნიშვნელობაზე უკვე მოკლედ ვისაუბრე. მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, ხო? ამას როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკური და ასე აღარ გავაგრძელებ. კვლევები უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით. ერთი ბიომრავალფეროვნების იმისთვის, რომ შენარჩუნებული იქნას წყალში ის მნიშვნელოვანი სახეობები და იყოს დაცული ბალანსი. მეორე აუცილებლად საზოგადოების კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით და ზოგადად ეკოსისტემის ჯანმრთელობის კუთხით და მესამე ეს არის ინფორმაცია და პოლიტიკის დაგეგმვაც, ხო? ესე იგი, კვლევის შედეგები მოგცემს შესაძლებლობას განსაზღვროთ, ესე იგი, შავი ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორც ქიმიური თვალსაზრისით, ასე ბიოლოგიური თვალსაზრისით. შემდეგ, თუ რაიმე გამოწვევას აქვს ადგილი, რაც ამ ეტაპამდე ჩვენ, ესე იგი, თვეში ორჯერ, როგორც მოგახსენეთ, მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს, არ დაფიქსირებულა. რაიმე ტიპის გადაჭარბება, თუ ასეთი დაფიქსირდება, შემდეგ დაიგეგმება ეფექტური რეაგირების მექანიზმები, რათა დავეხმაროთ შავი ზღვის რეგიონში გარემოს დაცვითი პოლიტიკის დახვეწას, მათ შორის უკვე სამინისტრო დაგეგმავს შესაბამის ნაბიჯებს. ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის, ასევე ამ პროექტის ფარგლებში ხდება საერთო მონაცემთა ბაზის და მონიტორინგის, ასე ვთქვათ, ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოგეხსენებათ შავი ზღვა ისეთი ორგანიზმია, მას სჭირდება ერთობლივი მიდგომა და არა ერთი ქვეყნის. და ეს ცხადყო არაერთმა ფაქტორმა. ზოგადად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი პროგრამები იმის გამო, რომ ქვეყნებმა ერთობლივად მართონ შავი ზღვა როგორც ეკოსისტემა და ერთობლივად დაგეგმონ გაუმჯობესების მექანიზმები ხოლმე. ამ პროექტის მიზანი მათ შორის არის მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოს დაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება, ასევე რომელიც მიზნად ისახავს როგორც მეცნიერებაზე დამყარებული მონიტორინგის გაძლიერებას, ასე საზოგადოების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას. კი ბატონო, როდესაც დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, აქ მოსახლეობის როლი რამდენად მაღალია, წლები რას გვაჩვენებს, ტენდენცია როგორია და რადგან ზაფხული მოდის და ზღვის სეზონი, ასევე რას ვეტყვით მოსახლეობას, იმიტომ რომ ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ხანდახან სპეკულაციურიც და ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომელსაც სურს გარკვეული პერიოდი გაატაროს ზღვაზე, რამდენად უსაფრთხოა მისთვის იქ ჩასვლა. კი ბატონო, ამ ხრივ მინდა გითხრათ, რომ უნიშნელოვანესია ინფორმირება, რა თქმა უნდა, და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი და ჩვენი მონაცემები, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მონაცემები ხელმისაწვდომია და ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. მუდმივად სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ყოველთვიური მონიტორინგის შესახებ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ შეუძლიათ გაეცნონ სისტემატურად. მე
მეც ოჯახთან ერთად აუცილებლად სტუმრობ ხოლმე შავ ზღვას, ამიტომ შეუძლიათ მშვიდად დაისვენან. ბუნებრივია, როგორც საბანაო წყლის ხარისხი, ამას კიდე სხვა შეფასება ჭირდება, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას ხდება, თუმცა ქიმიური და ბიოლოგიური მონიტორინგი, რაც ეხლა განხორციელდა და ხორციელდება ქიმიური მონიტორინგი თვეში ერთხელ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა და მშვიდად შეუძლიათ დაისვენან ჩვენს შავი ზღვის სანაპიროზე. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელინა ბაქრაძეს. გეტყვით, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა და ამ თემაზე ვსაუბრობდით. მადლობა დათმობილი დროისთვის.